გამარჯობათ ბატონო მიხეილ გთხოვთ გაგვეცანით მოკლედ თქვენი ამბები. მიხეილ ფოტოკალანდაზე არტისტი ჩემი არტისტობა არის ძალიან მრავალფეროვანი. ან მე ყველაფერში ვარ არტისტი, თვითონ ვაკეთებ ფოტოებს, ძირითადად წერ მე თვითონ პოეზიაში ვარ, ცოტა ნექტარულ პოეზიაში და სტატიკურ ფოტოგრაფიაში. მაგალითად ეხლა ბოლო ნამუშევრს განახებთ, მე თვითონ მოქანდაკეც ვარ. ესე იგი, ეს არის ჩემი ბოლო ნამუშევარი, რომელიც ამაში ჩავდე თვითონ ადამიანის ფიქრების ისა, ჩემი ლექსი წერია, ეხლა ესე დავგვიჭირე და მინდა დავსვა აი კამერით. ესეთი, ანუ ხელოვნება რომ აქციას სახე მიიღო, აქციის სახე გადადის უკვე level-ზე, ესე ვთქვათ და ანუ vision ცოტა სხვანაირია და აი ესე იწვის და ეს უკვე არტია ასე ვთქვათ. რაც შეეხება ჩემ წერას, მოთხრობების ლირიკა, პროზა, ანუ რაც შეეხება, მე დავიწყე მუშაობა დაახლოებით ზუსტად გეტყვით 2006 წელს. ამას ამოვჭით, იყოს არ ავჭით. ელდეპოს სახინკლეში მენიუებს და ფასებს ვწერდი, ანუ მათემატიკოსიც ვარ, ესე ვთქვათ, მეცნიერი. ხინკალი მხოლოდ და მხოლოდ აი არასოდეს არ ყოფილა ეგეთი ინციდენტი საქართველოში 64 თეთრად. ანუ 60 გვახსოვს ალბათ ყველას, 70 გვახსოვს 65, 64 აი მატყუარი ციფრია თვითონ და ნუ მარკეტინგშიც გავეკვირდი რა, მაგრამ თვითონ აი მარკეტინგმა არ მომხიბლა, მან ხელოვნებაში და გადაწყვიტე ეს მენიუების გაფორმება. მე თვითონ ან არ მომწონდა ეს სწორედ მან ძალიან ბევრი რაღაცა შემოყვა. მინდა ყურადღება გამომახვილო. აი ამ ხინკლებს, ხაბაბებს, დეტალს ხატავდი მე თვითონ. აი ჩემი ხელით მაგ დახატული მაგალითად ყლაპი. ანუ ძალიან ორგანული და ყლაპი არ არის, საერთოდ მატყუარი. არ გატყუებს. ანუ ფორმა არის დრეკადია და თხელი. აი რაღაც ვამგვანებ ჩვენ სულიერებას რა და ჩვენ აზროვნებას რომ გაკეთსავ როგორც გინდა რა და ეს რა